სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მე გვია ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო I see a road where I go, where you go. You see a man, no one knows, no one knows, and I've got hope. აქ რა საკეთებ? არ მოგივიდა ჩემი მესიჯი, ხომ მოგწერე რომ გაფრთხილს წაიმართო მეთევანს. არ მინახავს რა. შენ სამსახურში მიდიხარ? არა, სამსახურში არა, მაღაზიაში უნდა ვიყიდე რაღაც. რა გჭირ შენ უძინავი ხარ? ხო რა, არა. თუ რამე? არა. უძინარი რა, ნანერვიულები და უბედური. და რა ზაინერვიულები? ვიცი, კატოს ხო არ ჭირს რამე, ჰა? ძალიან ცუდად არის მოკლედ რა. რას ნიშნავს ცუდად არის? როგორ ცუდად არის? მოკლედ რავი, რატომაც ლარი მაიჩემა, რომ გინდა თუ არა იქიდან წავიყვანოთო ბავშვი, მაინც გადავამოწმოთ. წაიყვანეს ახლა თაკუნდა. ბალიმიდან შეამოწმა მექიმა ტომოგრაფია გადაუღო რაღაცები და რას იძახ? ტვინში აღმოჩნდა ეს რა აღმოჩნდა? მოკლედ ჰემანგიომა აქვს რა. რას ეგეთი ხო და ცენტრალურ ნერვულ სისტემას რაღაცა იმ მხედველობის ცენტრს აწვევა მოკლედ რა და შეიძლება დაბრმავდეს რა. რას? რას იძახ ერთ წამი, რას ნიშნავს დაბრმავდეს? და და გამოსავალი არ არის? ჰა? არ ვიცი რა. ყავდათ ექიმთან? და ხო, ექიმთან ლარის ახლობელია ის ექიმი. ბოდიში რომ ვერავი. შეიძლება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მგონია რომ ეს ანალიზები ალბათ მაინც სხვა ექიმს უნდა ანახოთ, არა? მეც ეგრე ვფიქრობ ხო. ვაპირებთ, მაგრამ არ ვიცი ხო ვისთან. მოიცადე ერთი წუთით. მე ვიცი. ეხლა ქეთევანს მივწერ და დამირეკავს რო გამოვა სალონიდან, დაიცა? ხო იცი, ყველა თეთრხალათიან სიცნობს, თავისი ბიოგრაფიებით და ყველაფრით. რამეს მოგვიხერხებს, დაიცა? მოგწერს ახლა. მომისმინე 21 საუკუნეა რა, გამორიცხულია რომ რამე გზა არ არსებობდეს. კერეს, ყველაფერი იქნება კარგად, გესმის? არ ინერვიულო რა. დავიღალე რა. მაგრამ დავიღალე. I'm not low. I'm not low. Koba. აულა დილიო. Კაი, გააგე, ფანჯარა გააგე, მიდი. როგორ ხარ შენ? დაჯექი ერთ წუთს, დაჯექი, მე მივხედავ, დაჯექი. გამისკდა გული. აუ. გამისკდა გული. არ გძინავს ხო შენ საერთოდ?
რავია. ხო, ესე იგი არ გძინავ საერთოდ. ისე რა. შენ იცი ადამიანისთვის უძილობა რა საშინელება, ფიტავს ადამიანს. და იმიტომ გემართება მე ეს რაღაცა უაზროთ რო დადიხარ. კაი, დღეს გადავრჩით. ხვალ რა იქნება, მართალი გითხრა არ ვიცი. რა ვქნათ კობა? ძალიან ნერვიულო, გესმის? მეშინია, ბიჭო, მეშინია. ხო. ეხლა რო გთხოვეს, რომ პარაშუტიდან გადმოხტები, უნდა გადმოხტა ეს? კარგი რაკეტი რა. არა, მაგ თემაზე გეხვეწები, რო ჩამოხვალ, მე ვეპარაკოთ, ხო, ტელეფონით ხო რო ვეპარაკებ. კაი, ჩამოიყვანა მაშინ ნორმალურ დროს რა. რო არ შეეძინოს. კაი, დედა, წავედი რა კარებზე. კაი, მადლობა. კეთი, მოდი. რა კარგ დროს მოხვედი. შემო. ეხლა ვაპირებდი ზუსტად ჭამას და არა, თან არ ფშია, მაგდენი დროც არ მაქვს. შესვენებაზე გამოვიქეცი უცებ. ნუ მიყურებ გაკვირვებული. ფილმს თუ რამე უნდა უყურდეს, ეს მე ვარ. მოიცა, ვერ ხვდები რაზე მოვაბარე. შენზე. რა? გიორგის გამო თუ მოდიოდი სამსახურიდან არ უნდა გეთქვა? საიდან გაიგე? რა მნიშვნელობა აქვს? ჩათვალე რომ ეგრეთ უმექცევი, ხვალ უკვე მთელ ბანკს ეწოდინება. იცი, ძალიან კარგად ვიქცევი. და ძალიან დროულად. ანა, თქვენი ურთიერთობა იყო წარსული. და უნდა დაივიწყოთ, შენც და იმანაც. ჩვენი იურისტი რო ამბობს ხოლმე გახსოვს? არსებობს რაღაც დანაშაულები, რომელსაც ხანთაზმოობის ვადა არ გააჩნია. ანუ დანაშაული რჩება დანაშაულად ბოლომდე. ანუ მესმის ძალიან კარგად გიორგისი რო არ უნდა ჩემი დანახვა არსად. მით უმეტეს სამსახურში. ანუ გიორგი მკითხრა წადიო? და შენ რა სიტყვადი მითხარი შენს ცოლს, რომელმაც გიღალატა, ქორწინებაში დაორსულდა სხვისგან და მე შენ გატყუებდა რომ შენი შვილიაო. მე არ ვიცოდი ვისი შვილი იყო, მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს? ხვდები რომ სრული აბსურდი არის. აი რა სიტყვადი მითხარი? ხო ხედავ რომ პასუხი არ გაქვს. ხო, უბრალოდ ვცდილობ რომ აზრები დავალაგო, დაგარწმუნო იმაში რომ არ ხარ მართალი. სხვა სიტუაციაა ეს რა. რა ანა? გიორგიმ დაგაწყებინა სამსახური? გიორგი მიმუშავა წელიწადზე მეტი? თუ გიორგიმ დაგაწინაურა? არა, მაგრამ კეთი. რა მაგრამ? ის რო დირექტორია არ აძლევს მას იმის უფლებას, გაგანთავისუფლოს მარტო იმიტომ რომ შენი დანახვა არ უნდა და დისკომფორტს უქმნის. რამე რო გააფუჭო, კი ბატონო მესმის. მაგრამ მარტო იმიტომ რომ შენი დანახვა არ უნდა, მაგის გამო ვერ გაგიშვებს. გავიგე. მაგრამ მესმის იმისიც რა. ხო, მაშინ შეუძლია არ გითხრას გამარჯობა ქუჩაში. არ წახვიდე იქ, სადაც იცი რომ გიორგი არის. მაგრამ წყალში ჩააგდო ის, რაც ამდენი ხანი იშრომე, მაგას ვერ გავიგებ. ანა, შვილი გყავს. პასუხისმგებლობები გაქვს. და უბრალოდ ესე ყოფილი ექსის გამო გაიქცე, ან რა ვიცი, სად უნდა გაიქცე? არა, მითხრა რომ გიპოვნიო სამსახურსო. რა? სამსახურს გიშოვიო. თან ანუ ვალი დაგადო. და ეხლა რომ გითხრას რომ მაგ სამსახურიდანაც წამოდი ჩემი ნაშოვნიო, მე რა სიზავ? ეგრე არ მეტყვის, იმიტომ რომ გიორგი არის ძალიან ღირსეული ადამიანი. კი, შეიძლება ღირსეული კაცია, მაგრამ ამ შემთხვევაში ერთი გაბოროტებული ადამიანია, რომელსაც მიეცა საშუალება რომ შური იწიოს შენზე და არ მინდა რომ შენი კომპლექსების გამო ავარდე. წავედი, ახლა ბევრი საქმე მაქვს და ხვალ გელოდები სამსახურში. ამიყურებელი. მე რო დაგირეკე, აქვე იყავი საქმე. სახლიდან მოვიდა. აბა იფრინე. აი შენი ამბავი რო ვიცოდი, იმიტომ გითხარი რომ სასწრაფო არ არის მეთქი. ხო, რა ვიცი. აი ეხლა არ მომატყუო, დილთ არ გისაუზმია, ხო?
არა და არც მინდა რა. მართლა ბავშვობის მერე არ მისაუზმია დილით. მე არ მინდა ბავშვობა გაიხსენო. არც მაშინ არ მიყვარდა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მქონდა. კაი, ყავას ხო დალევ? თუ არ შეტუხდებით. რა შვება ელენე? სწავლობს 10-იანებზე? ისეთი კარგი გოგოა. ძალიან. უი, ორცხობილაც მაქვს. არა, მართლა არ მინდა რა. შეგარი არ მინდა ხო? არა. ამ ბოლო დროს ძალიან არ მომწონს კობა. აი რო უყურებ გული მისკდება. ეს ჩემი ხიარული მოუსვენარი კობა გადაიქცა, არ ვიცი, მე რაღაცნაირ ადამიანად. მოხუც ჭაჭყანა კაცად. გარეთაც ასეა, მეგობრებთან ესე იქცევა? ნახულობს რომ მეგობრებს სამსახურში მოდის გამოუძინებელი და სულ გაღიზიანებული, ჩვენც უგვეჩხუბება. იმ დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეზე არ მოვიდა. რაღაცა სისულელე მოიმიზეზა, რომ დავლევ დამეძინება. ეძინოს მაინც. მთელი ღამე მთვარეულივით დაბორიალობს აქეთ-იქით, ხან ერთკამზე დაეძინება 5 წუთით, ხან სავარძელზე ჩაეძინება 5 წუთი. არ ვიცი, მე დილით არის აბსოლუტურად გამოუძინებელი და უგონო. დღეს დილით 5 წუთი რო დამეგვიანა სამზარეულოში შემოსვლა, ტაფა დარჩენია ქურაზე და სამზარეულო იყო კვამთში გახვეული, კინაღამ დავიხრჩვით. დაეძინა თვითონ? ხო, აი აქ ეძინა. კაი, ეგ არაფერი გადავრჩით, მაგრამ აშკარად რაღაც ჭირს. ხო და ამიტომ მე არ მეუბნება. შენ დაგირეკე რა, მაგიტომ რომ იქნებ. თქვენ გონიათ მე მეტყვის? ბავშვობიდან ესეთი უთქმელი არის. რაღაცა რო უჭირდა ვერასდროს ვერ ვიგებდით რა ჭირდა. ხო, მაგრამ შენ ყოველთვის იგებ ხოლმე მაგის ამბებს. დაველაპარაკები აუცილებლად. ძალიან გთხოვ რა. ოღონდ მე და შენ ერთმანეთი არ გვინახავს. არა რა საუკუნეა.